არის რეკლამა და რა არა, უფრო და უფრო რთული ამოსაცნობია, ძალიან ტონკად ისწავლეს რაღაცების შემოპარება. აი მაგალითად ერთი ისეთ სტატიას წავაწყდი. იწყებს იმით, რომ ილონ მასკი, გახდა პირველი ტრილიონერი მსოფლიოში და ესეთი ჭკვიანი ადამიანია და ესეთი და ისეთია და მისი საიდუმლო რა არის? ანუ სათაური იყო ეს. როგორ ფიქრობთ, რა არის ის საიდუმლო, რომელსაც ტრილიონერები, არ ამჟღავნებენ და ესე ჩუმად არიან. და რა არის ეს საიდუმლო და ის, რომ სულ კითხულობენ არამხატვრულ ლიტერატურას, ანუ სტაბილურად. ბევრს არ არის აუცილებელი ბევრი, მაგრამ სტაბილურად, ანუ 5 დღე რომ ავიღოთ, კვირის სამუშაო დღეები თითო დღეში თითო საათი. ანუ 5 საათის წესი, რომ კვირაში 5 საათი მაინც უნდა დაუთმონ ესეთ აკადემიურ ლიტერატურას, რაღაცა სტატიებს, მოკლედ. და აგერ არის გენაცვალეთ iPhone 16-ის აპლიკაცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თქვენ გთავაზობს ფაქტობრივად სუროგატს, ანუ შეგიჯამებთ იმ ვრცელი აკადემიური ნაშრომები ვრცელია და ისეთია და ეს ადგება და შეგიჯამებთ იმ აკადემიურ ნაშრომებში დაწერილ მთავარ აზრს რა და რას გვეუბნება რომ აი ჯერ ის ხომ იყო რომ 5 საათი უნდა იკითხოთ და ეს გახდით ტრილიონერებს ესე თითქოს ესე გამოიყვანეს ესეთი კავშირი გააბეს თითქოს ლოგიკური რაც რა თქმა უნდა მასე არიან ადამიანები რომელიც მუდმივად აკადემიური ლიტერატურას კითხულობენ და ტრილიონერები კი არა რა ვიცი ახლოსაც არ არიან მაგრამ ამან უფრო მეტი შემოგთავაზა რომ ორიგინალში კი აღარ წავიკითხოთ რომ ტვინი დავძაბოთ აკადემიური ტერმინებით რთული ქვეწყობილი წინადადებებით არამედ პირდაპირ რაღაც სუროგატია რაღაც აპლიკაცია რომელიც ან ვიკიპედიას გაგვიკეთებს აკადემიური ნაშრომებისგან. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არც იმ აპის არ გამომიყენებია, არ ვიცი, შეიძლება ძალიან კარგი აპიც არის, ძალიან გამოსადეგიც. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ამ აპის გამოყენება ტრილიონერებად არ გვაქცევს ავტომატურად. შეიძლება ძალიან გაგვიმარტივოს ცხოვრება, მაგრამ უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ როგორი შემოპარული რეკლამა შეიძლება იყოს და როგორ რთული ხდება უკვე თანდათან გამიჯნო რა არის რეკლამა, რა არის რჩევა, რა არის გამოცდილების გაზიარება. ჩემ ერთ-ერთ ვიდეოზე ვიღაცამ დამიწერა რეკლამა ხო არ არისო, Goodwill-ში შევედი და იქ თუ დახმარებას თუ გამიწევდნენ, მარტო რომ შევედი, მაინტერესებდა და რამდენად როგორ გააკეთებდნენ ამას, ადრე გამიწიეს და მინდოდა ამის გადაღებაც, რომ სხვადასხვა რაღაც სყიდვა მინდოდა და ამაზეც კი ვიღაცამ ჩათვალა რომ ეს იყო რეკლამა. ის არ იყო, მაგრამ აი ესეთი საინტერესო ტონკად შემოპარული სტატიები შეიძლება იყოს კიდეც და არის კიდეც რეკლამა.